ასეთი პრეტენზიაც არსებობს. სექტემბერში უკვე გვიანი იქნება. არსებობს, აი ჩვენ გითხარით, რომ ჩვენ დავაანონსეთ აქცია სექტემბერში, 20 სექტემბერს. ეს იქნება გენერალური შემაჯამებელი აქცია. მანამდე ჩვენ ვაპირებთ თბილისის სხვადასხვა უბნებში, ასევე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მოვიაროთ და ხალხი შემოვიკრიბოთ, რომ ყველა მზად იყოს აი ამ გენერალური აქციისთვის გამოსასვლელად და წამოიყვანონ ხალხი. სექტემბერში უკვე გვიან იქნება პრეტენზიაზე, მე გეტყოდით, რომ სექტემბერში კი არ იქნება გვიან, დღეს უკვე გვიან არის, მეგობრებო. დღეს არის უკვე გვიან. რაღაც ასე კი ნუ დავაყენებთ საკითხს, რომ მერე გვიანი ხომ არ იქნება, ის ხო არ იქნება, უკვე გვიან არის, მეგობრებო. ისე კი არ ადგას საკითხი, რომ პრობლემა არ არსებობს, როცა მოგვინდება უცბად გამოვალთ, გადავჭრით. ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ საერთოდ ნურავის წარმოუდგენია, რომ ერთი გამოსვლით გადაიჭრება. აქ არის ლაპარაკი კოლოსალურ თანხებზე, მილიარდებზე, რომელსაც პირდაპირ ფულს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები. პირდაპირ ფულს აკეთებენ ამ თემით. ვინმეს თუ გონია, რომ ისინი ძალიან მარტივად უკან დაიხევენ, ძალიან შემცდა. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ გააჩერონ ეს პროცესი. და აქ თუ საკითხი არ დადგა, კიდევ ვიმეორებ, ისეთნაირად, რომ მოსახლეობის ნება თუ აშკარად არ დადგა, თუ კი მოსახლეობიდან არ წამოვიდა ის განწყობა, რომ ეს პრობლემად მიაჩნია ხალხს, ისინი სხვანაირად ამ პრობლემას არ გააჩერებენ. ისინი ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა ამას პრობლემად არ მიიჩნევს. ისინი იტყვიან, რომ ეს არის პირიქით განვითარებისთვის, ეკონომიკისთვის საჭირო. ისინი მთელ თავის პროპაგანდის საშუალებას გამოიყენებენ, რომ ხალხი მოატყუონ. თუ კი ვინმე პროტესტით უპირისპირდება, მათ მარგინალიზებას შეეცდებიან. ისინი შეეცდებიან, რომ სურათი დახატონ ასეთნაირად. ხალხი გამოდის ცოტა, არ აღელვებს ხალხს. გადაგიღებენ ფოტოებს, ვიდეოებს, იტყვიან, რომ არ აღელვებს ეს თემა ხალხს, ვიღაც მარგინალური ხალხი გამოდის, რომელსაც რაღაცა არაპრაგმატული რაღაც შიშები აქვთ. და შესაბამისად კი არ გააჩერებენ უფრო პირიქით პედალირებას მოახდენენ მაგ თემის და პირიქით უფრო აქტიურად გააგრძელებენ. ამიტომ აქ სინამდვილეში საკითხი რა არის, იცით? გვიან ხომ არ იქნება და ესე ხომ არ იქნებაზე კი არა, უკვე გვიან არის, მეგობრებო. საერთოდ გვიან იყო უკვე მაშინ, როცა ქართულ ოცნებას ჩავაბარეთ, ბიძინა ივანიშვილს რო ჩავაბარეთ ერთპიროვნული მმართველობა, უკვე გვიან არის მაგის მერე ყველაფერი. უკვე უნდა ვიცოდეთ, რომ ცუდად წავა, ხო? რათ უნდა მაგას ლაპარაკი გვიან არის. მაგრამ სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი აქცია გამოვიყვანოთ. ჩვენ ხო ჩვენი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა ხო მაგაში მდგომარეობს. ჩვენ ყველას მივესალმებით, ყველას თუ კი ვინმე რამე საკეთებს მაგ თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იქნება ეს თუ საინფორმაციო თვალსაზრისით იქნება თუ ნებისმიერი პატარ-პატარა აქციები იქნება თუ ყველას მივესალმებით. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხისმგებლოდ მიუდგეთ ამ საკითხს და სურათი გამოვიყვანოთ ისე, რომ ეს ხალხს არ აწუხებს ეს თემა. ეს სურათი არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ როგორც პოლიტიკური ძალა, ჩვენ სხვა გამოწვევები გვიდგას და სხვა პრობლემები გვიდგას. ჩვენ ვერ მიუდგებით ამას უბრალო მოქალაქის გადმოსახედიდან. და მოკლე დროში დიდი მასშტაბის აქცია არ კეთდება. თუ კი ვინმეს აქვს ამ ქვეყანაში აქციების ჩატარების გამოცდილება, ჩვენ გვაქვს. და პირდაპირ გეუბნებით, რომ არ შეიძლება ამ საკითხის მიმართ უპასუხისმგებლოდ მიდგომა.
ამ საკითხს ჭირდება თუ კი რამე შეგვიძლია ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. აი ამას შეუწყოთ მხარი და არა ისე მოვიქცეთ რომ საერთოდ ხელი შეუშალოთ ბევრი ადამიანი რომ გამოვიდეს ქუჩაში. კიდევ ვიმეორებ ყველას ვისაც რა უნდა იმ ტიპის აქტივობა გასწიოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას როგორც მიაჩნია სწორად ისე იმოქმედოს. მაგრამ არ არის საჭირო საკითხის ისე დაყენება, რომ აი რაღაცა ასე რატო კეთდება, ასე არ არის კარგი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა ჩვენზე მეტად არ ვიცი, ახლა ვიღაცა თუ ნერვიულობს ამ თემაზე, რა ვიცი, ღმერთმა გაუმარჯოს, რა ვინც ჩვენზე მეტად ნერვიულობს და ვისაც ჩვენზე მეტად აღეროებს, გაუმარჯოს ღმერთმა იმ ადამიანს. მაგრამ მე არა მაქვს ეგეთი განცდა, რომ მე ჩემ თავს ეგრე არ ვაფასებ, რომ ვიღაცა ჩემზე მეტად ნერვიულობს და მაქსიმალურად კარგად მინდა რომ გავაკეთო ეს თემა და ამიტომ როგორც თემისთვის უკეთესი იქნება, მაგას ვცდილობ. კარგი იქნება, როგორც უკვე ავხსენით, მოსახლეობაში არ არის ეს თემა საკმარისად აქტუალური და კარგი იქნება, რომ ჩვენ ეს პროტესტი მზარდი უნდა გავხადოთ, მეგობრებო. ეს ერთი გამოსვლით არ მოგვარდება. უნდა გვესმოდეს, ეს უნდა ხელისუფლებამ დაინახოს დაახლოებით 9 წელზე ცოტა დიდი დროა გასული ჩვენი წინა აქციიდან, ხო? მაშინ რაღაცა არ გამოვიდა საკმარისი რაოდენობა. ადამიანებმა რომ დაინახეს ის აქცია, ეხლა უნდა დაინახონ, რომ ის პროცესი კი არ ჩაცხრა. ეხლა უნდა დაინახოს ყველამ, რომ ის პროცესი არის მზარდი. ეს არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ რომ ქართული ოცნების ამოცანა იცით რა არის? ქართული ოცნების ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი რა პროტესტიც არსებობს, ჯერ ხო არ არის უმრავლესობაზე მოდებული. ჯერ ხო არ არის იმდენად გაზრდილი, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს, ხო? და ქართულ ოცნებას უნდა ეხლავე, დღესვე ეს პროცესი დაფიქსირდეს რაღაც არაადეკვატურ ფორმებში, რომ კლებისკენ წავიდეს, პროტესტი წავიდეს ყდომისკენ. ეგ უნდა ქართულ ოცნებას. ხო, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პროტესტი იყოს მზარდი. და ქართული ოცნების ამოცანა იქნება, რომ პროტესტი იყოს კლებისკენ. მაგისთვის გააკეთებს ყველაფერს.